მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერში შუადღის პოლიტიკა რადიოს სივრცეზე, ჩვენ კლავინდებურად მოვაწყობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარია ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი გია აბაშიძე და ჩვენი თემა არის მიმდინარე საერთაშორისო ვითარება, ეპიცენტრშია დავოსი და მთავარი ფრონტის ხაზი გადის შეფასებებში, ანუ რას ახალს ვარქმევთ ჩვენი სამყაროს, რომელიც როგორც გაიხსენეს სხვადასხვა სპიკერებმა გრამშის ეგეთი გამოთქმა, რომ ძველი სამყარო მოკვდა, ახალი ჯერ დაბადებულა და შუალედში კი სცენაზე გამოსული არიან მონსტრები და ჩვენ აი მონსტრების აღლუმს ხედავთ ამჯერად ისეთ ნეიტრალურ ტერიტორიიდან, როგორც შვეიცარია, თუ შეიძლება ამას ნეიტრალიტეტი აწი უკვე ერქვას, ანუ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა პრაქტიკულად როგორც სახლში, მან დააგვიანა ტექნიკური მიზეზების გამო, შემდეგ მთლიანად დაიპყრო სცენა, არაფერი ახალი არ მოგვისმენია იმისგან განსხვავებით, ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ ის მოვიდებულად დაინტერესებულია გრენლანდიით, დაინტერესებულია თავის ნახევარსფეროში დომინაციით და კიდევ სხვა მრავალი კუთხით და მიმდინარეობს სწორედ აი ამ მონსტრების კორპორაციის მიერ, თუ შეიძლება ესე ითქვას, ამ რეალობის აღწერის ცდელობა, სადაც არსებობენ გამორჩეული ხმები. ჩვენ გუშინ ვლაპარაკობდით, ერთ-ერთი არის კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად მოერიდა, რომ დაერქმია ის სახელები რეალურად, რაც არის და ცოტა სიღრმისეულად ეჩვენებინა, რომ დღეს კი არ დაერქმია მომხდარს, არამედ ცოტა დაეწყო უფრო ადრინდელი პერიოდიდან ეთქვა, რომ ეს ცვლილებები დიდი ხანია ისაც ესია და ისინი გრძნობენ, უბრალოდ ამას მალავდნენ, ეს იყო შენიღბული და დადგა დრო, რომ ეს ფარდები ჩამოიხსნას. ხოლო ყველაზე უფრო მკვეთრი და ასევე ხმამაღალი არის ბელგიის პრემიერ-მინისტრი, რომელს პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ევროპელები ვართ მონები და რატომ გვიკვირს, რომ ტრამპი გვექცევა ისე როგორც მონებს, მან მოიყვანა რამდენიმე რიცხვი ამის აილუსტრაციოდ და მას არ მოერიდა ესეთი თვითკრიტიკის და ესეთი შეფასების. ამ დროს შეუძლებელი არ გაგახსენდეს ჩვენი ადგილობრივი ოპონენტები, რომლებიც შეურაცხყოფელი ტერმინოლოგია არსენალი, რომელიც დასავლელმა კოუჩებმა ასწავლეს, არის მონა, არის რაღაც რუსეთი, პრორუსი, აი ამით დაბრენდილი პოლიტიკური პლატფორმით მათ გადაწყვიტეს. ქვეყანაში რევოლუციის მოხდენა, ხელისუფლების შეცვლა და ქართულ ოცნებაზე ზეწოლა და ჩვენ ხედავთ, რომ ეხლა ყველა ეს ეპითეტი დაისაკუთრა ევროპამ, მიმართა თვითკრიტიკისკენ, რუსეთი გამოცხადებულია ევროპულ სახელმწიფოდ, გრენლანდია ძალიან ტკივა ევროპას და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ისე შეალამაზონ მაკიაჟით, რომ ესეთი მტკივნეულიც არ იყოს, ეს გავს გარკვეულწილად ესეთი უხვად ვაზელინის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით, სახის გასასწორებლად და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია ეს და მოდი აბა იქნება მაინც აი რუკაზე დან ეწეროს, ანუ დანიის არის, მაგრამ დანარჩენი მთლიანად პრაქტიკულად ნატოს გენდიონა დაადასტურა, რომ ამას ჩუქნიან ამერიკას, შენ რაც გინდა შეგიძლია იქ აკეთო, რამდენი ბაზაც გინდა გახსნა, აკონტროლო ტერიტორიული წყლები, ასე შემდეგ, უბრალოდ ოღონდ დარჩეს აი ეს ვიტრინა, რომელიც თქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ეს ვიტრინა უკვე ჩამსხრეულია და დროა ჩაიმსხრეს, თუ გინდა ჩვენ ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკი და ზუსტად ერთ დღეში, ერთ წამში ყველა ის, ვინც გუშინ ლაპარაკობდა ჩრდილო-ატლანტიკურ ღირებულებებზე, ფასეულობებზე და ერთობაზე, როგორც კი ამერიკამ შეიტანა აქ ბზარი, გადაერთო და ყველა ესე წყობრად, აი ვარსკვლავების აღლუმივით გაემართა პეკინში ახალი სტრატეგიული და სავაჭრო ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეს არის რეალობა, რომელსაც ახლა გავდივართ და რაც თავარია, ეს არ მორიდებიათ მათ აი ესეთი 180 გრადუსით პოლიტიკის შეტრიალება, თუ შეიძლება ესე ითქვას, ხო? სრულიად საპირისპირო მიმართულებით და რაც თავარია, ეს განხეთქილების ვაშლად ნახცევი არის სწორედ ეს გრენლანდიის საკითხი, თუმცა ეს გრენლანდია შეიძლება მოგვარდეს და აღმოჩნდეს, რომ სრულიად სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. ეს მოცემულობა მიმდინარე პერიოდს ძალიან საინტერესო რამ მოხდა უკვე წლევანდელ წელს, ჯერ აგავიდა 3 კვირა, ხო? როგორ უყურებ შენ და როგორ აღიქო, როგორ აფასებ და რა კონტურები ჩანს უახლოესი მომავლის? საკმაოდ ასე თქვათ, შოკის მომგვრელად დაიწყო წელიწადი, როდესაც ახლა იქ ვენესუელის პრეზიდენტის და მეუღლის გატაცება, შეპყრობა, დატყვევება, რაც გვინდა დავარქვათ სხვადასხვა ისენია და შემდეგ უკვე ეს ფორსირებული გრენლანდია ჩემია და ჩემი უნდა იყოს, არ მაინტერესებს არც ნატო, არც გაერო და ასე შემდეგ და ეს
ხო, ბევრი ვინც აკვირდებოდა ამ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაში, დასავლეთში, სხვაგან მოსალოდნელი იყო, რადგან ტრამპს გაცხადებული ქონდა, რომ ამერიკა უწინარესად ეგრეთ წოდებული დონოროს კონცეფცია, რაც თვითონ მას დაარქვა და სიამოვნებს და დასავლეთ ნახევარსფეროში მე ვარ მეფე და ეხლა ტრამპის სოციალურ გვერდს რო გადავხედავთ, ხანდახან გონია რომ დააჰაკერეს, მაგრამ არ დააჰაკერეს თვითონ მისი ასე თქვა თანაშემწეები პოსტავენ ისეთ კარიკატურებს, ისეთ ფოტოებს, სადაც ტრამპი ხან მეფეა, ხან ტახტზე ზის, ხან დროშაა აღბართული, ხან კანადა და გრენლანდი ამერიკის დროშის ფერებშია რუკაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა გავიხსენოთ ისიც რაც იყო უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნება რამდენიმე კვირით ადრე. ამერიკის უსაფრთხოების, სადაც ევროკავშირი სად არის, რომელ პოზიციაზე არის, საერთოდ არ აჩანს. რო ახსენე გურამ რომ ეს 180 გრადუსით შეიცვალეს ეს მათთვის ფლიდებისთვის და ფარისევლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილად ახალი არ არის. ასე იყო თავის დროზე კადაფიც საკმაოდ მიღებული იყო ევროპის დედაქალაქებში და შემდეგ უკვე რაც მოხდა მის ქვეყანაში ყველამ კარგად ვიცით და ახლა ჩინეთზე ლაპარაკი და საგულისხმოა ის რომ ყველას გადაუარა რა პირდაპირ ამ მნიშვნელობით ხო იქ დიპლომატიური და რაღაცა გაწმენდილი ფრაზებით ტრამპი არასოდეს არ ლაპარაკობს გადაუარა რა ყველა ევროპელ ლიდერებს ჩინეთის სი ძინპინი ახსენა როგორც გაასაოცარი პიროვნება რომელმაც გაასაოცარი საქმეები გააკეთა და მას ყველა პატივს სცემს და მე მთხოვაო სი ძინპინმაო თავის დროზეო რომ ნუ ეძახიო ამ კოვიდსო ჩინურ ვირუსო და აღარ ვეძახიო დაუჯერე მასო და ნუ ეხლა რასაც ვხედავთ ეხლა იქ ბრიტანეთი ჩადის პეკინში პრემიერ-მინისტრი და კიდე ბრიტანეთზე კიდე სხვა ასე თქვა ტრაგიკომედია არის რამდენიმე წლიანი დავის და წინააღმდეგობის შემდეგ დაუთმეს ჩინეთის მეგა საელჩოს მშენებლობას ლონდონის ცენტრში ტაუერის ხიდთან ტაუერის ციხესიმაგრესთან რომელიც ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და დაზვერვის სპეციალისტების შეფასებით იქნება ერთ-ერთი მძლავრი საჯაშუშო ქსელი ლონდონში, მაგრამ რატო დათმოეს სტარმერმა? იმიტომ რომ ჩინეთი დაემუქრა სანქციებით, ტარიფებით და ასე შემდეგ. ანუ თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ ტრამპი იყენებს აი ამ სატარიფო ამას წკეპლას თუ რაც გვინდა ის დავარქვათ ჯოხს, ხო? არამედ ჩინეთიც რუსეთზე ჩვენ ვნახეთ რომ ეს რაღაც 19 გვერდიანი თუ 19 ციკლიანი სანქციები არაფერს არ ნიშნავს პირიქით ისინი ვაჭრობენ რუსეთთან ევროპა და რაც ამხილეს თვითონ ამ ამერიკელმა მინისტრებმა დავოსიდანაც რომ როგორ შეიძლება თქვენსავე ომს აფინანსებდეთ რუსეთიდან ასე ვთქვათ სხვა გზებით იღებდეთ ნავთობ პროდუქტებს და გაზს ძალიან საინტერესო ეპიზოდი ახსენე ხო როგორ დაემუქრა ჩინეთი ინგლისს და მსმენელმა რო იცოდეს უკვე ბოლო რამდენიმე წელია ძალიან დიდ საელჩოს კომპლექსს აშენებს მოკლედ ჩინეთი ქვეყნის ზომის შესაბამისად მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ეს პროექტი არის შეტანილი მიწა გამოყოფილი დამტკიცებული მთელი არქიტექტურული ნაწილი ყველაფერი ანუ აი როგორ წარმოუდგენია ვინმეს რო იქ ჩუმად აკეთებს რამეს ხო მაგრამ ბუნებრივია რომ ამ ნახაზებში შემდეგ რომელიც იქ შეტანილია და ეხლა საინჟინერიო ქსელის გარშე ხო ვერ გააკეთებ ისაც გამოქვეყნდა რაღაცები ფუნქციონალის ნაწილი ისეთი დაშტრიხულია რა არ ჩანს და ამბავიათ ეხა პრესა ჩვეულებრივი სპეკულაციით რომ ინახეთ აქ რაღაცა ნაწილია აი ამ ნაწილს შტრიხი ადევს ანუ ეს ვიგულისხმოთ რომ არ ვიცით რა არის ვიგულისხმოთ რომ ესე იგი ამას დიდი გაგრილების სისტემა უყენია ეს ნიშნავს რომ ესე იგი ბევრი კომპიუტერი უნდა დადგეს ბევრი კომპიუტერი ნიშნავს დიდ მონაცემთა ცენტრს და რა თუნდაც ამხელა ცენტრი ესე იგი უნდა და მე იქვე გაავლეს რომ იქ სადღაც ტემზის სანაპიროზე გადის დიდი არხი რომელიც იქაური ფინანსური ცენტრიდან უკავშირდება მოკლედ კაბელების მაგისტრალი და მათ უნდათ რომ მივიდნენ და აქ დააჯდნენ. ანუ ბრიტანეთს არ შეუძლია იმის უზრუნველყოფა რომ გაიგოს ვიღაცა უკანონოდ მიერთდა თუ არა მის მაგისტრალურ იმაზე. აი როგორ წარმოუდგენია ამის მიერთდა სიახლოვეს. აი ეს სპეკულაცია გააჩინა მედია და გერმანიის კანცლერის მოსმენა თავის დროს დაშმული ვის შეიძლება ეს აწყობდეს ვის ხელშია ეს მედია საშუალებები იმისათვის რომ ეს გაეჩერებინა. ანუ მსმენელმა უნდა იცოდეს რომ
სწორედ აი ესე ძალიან მარტივ მეთოდებს, უკვე მარტივ მეთოდებს, მაგრამ ეფექტურს იყენებენ დაინტერესებული მხარეები იმისათვის, რომ ერთმანეთს ხელი შეუშალონ თავიანთი პოლიტიკის განხორციელებაში. ყველაზე საინტერესო მაინც იყო, მე რაც მოვისმენია დავოსის ფორუმიდან, რომელიც უკვე ბოლო რამდენი წელი აბსოლუტურად კუტრაჩობილი იყო, დღეს პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაადნო ეს ყინული და გამოიწვია, რომ იქ ყველანი ჩავიდნენ, იმიტომ რომ ძირითადი სპიკერები ანუ ამერიკელები იქ იქნებიან. როგორც თავის სახლში და ამიტომ რაღაცა ბევრი ადამიანის შესაბამისად ჩავიდა, თორე ჩვენ გახსოვს დავოსის დამფუძნებელიც კი თავისივე ფორუმს შაშანცინ ჩამოაშორეს რაღაც სკანდალის გამო. და ყველანი იქ არიან მოსასმენად და ეს იყო ვაჭრობის მდივანი, რომელმაც თვითონაც მილიარდერი, რომელმაც თქვა, რომ იცით რა არის ეს ძველი სამყარო, ის წესრიგი ჩვენ არ გვაწყობს და ეს უნდა დამთავრდეს. გლობალიზაცია, რომელიც მათვე შექმნეს, იმიტომ რომ მათ ჭირდებოდათ ეს ახალი ბაზრები, საბჭოთა სისტემა დაინგრა, ახალი ქვეყნები, რომელიც არის ნედლეულის წყარო, იაფი-მუშახელის წყარო და გასაღების ბაზარი, ამავე დროს ამან გამოიწვია, რომ მთელი ტექნოლოგია, მთელი ინდუსტრიული კომპლექსი უბრალოდ ქვეყნიდან გავიდა და შესაბამისად ჩვენ ხელში ეხლა რაც დარჩა, ეს არის უბრალოდ ფინანსური ბუშტი და ვალები. ამიტომ მათ ჭირდებათ, როცა უკვე ისინი ხედავენ, რომ თუ ესე გაგრძელდა დინამიკა, აი ჩრდილოეთ ევროპა, რომელიც თბილად იყო, ლაპარაკობს რაღაცა მშვიდობაზე და ჩრდილოატლანტიკურ კავშირზე და ღირებულებების და ფასეულობების ერთგულებაზე, იქ ძალიან მარტივად დათვალეს ჯერ ეს უნარები იქ შერჩენილია, რომ ეს თამაში აი ამნაირი დინამიკით არის წაგებული, იმიტომ რომ უბრალოდ სხვებმაც თქვეს, ხო, სად იყო ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი 2007 წელს, სად არის ახლა, რამდენით გაასწრო ამერიკამ, ევროპა წავიდა ქვევით, საწავიდა ჩინეთი და ისინი ხვდებიან ეს არის წაგებული თამაში. წაგებული თამაშს ვეღარ შემოატრიალებ, ვალები ბევრია და რაც რჩება, ეს არის აი ამ დიდი გლობალური წესრიგის საჭადრო მაგიდის ატრიალება და აყირავება და ხა ეს ფიგურებიც სვივა ჰაერში, სწორედ ჩვენს თვალწინ. აი ამ გლობალურ პროცესში შენი აზრით, სად არის საქართველო და სად უნდა იყოს? საქართველო არის იქ, სადაც ეს ბოლო წლები არის, 7 მე ვიტყოდი ბოლო საუკუნეები და ბოლო 1000 წლეულები, იმიტომ ჩვენ არ ვაპირებთ რომ შევიცვალოთ ეს გეოგრაფია. და არც ერთი ბანაკის, ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ არ უნდა მოვექცეთ, რომლებიც ერთმანეთთან არიან უკიდურესად დაპირისპირებულები. საქართველო აგრძელებს იმ მშვიდობიან განვითარების პოლიტიკას, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, იმიტომ რომ აი ამ ტრამპის მტაცებლური პოლიტიკამ შექმნა პრეცედენტი და ამას რუსეთსაც უხარია და ბევრსაც უხარია, რომ ეხლა თუ გრენლანდია ესე მიიტაცა და ასე შემდეგ ჩვენც რატომაც არა, ეხლა ლავროვის გუშინწინდელი პრესკონფერენცია კატასტროფა იყო, ვინც კი უსმინა და ისინი ხო პირდაპირ ლაპარაკობენ, პუტინი, ლავროვი, კრემლი პირდაპირ ლაპარაკობს, რა გეგმები აქვთ. და ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება, ვიღაცებს აქვთ ეხლა რაღაც ეგრეთ წოდებული ისტორიულ-ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთთან და თუ ეს მოიშალა და ტრამპმა თუ შექმნა ეს რაღაც მშვიდობის საბჭო ღაზას სექტორზე, რომელსაც აქვს გაფართოების კიდე უფრო მანდატი, ანუ გაეროს ალტერნატივა, ესეც კიდე სხვა საკითხი, ანუ რა ის ევროკავშირი, რა ის ნატო გაეროს ალტერნატივას ქმნის, აი იქ საბოლოო გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს და საერთოდ აი საერთაშორისო წესრიგში რა ხდება, ხო? მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვაგრძელებთ იმ მულტივექტორულ, საგარეო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კურსს, რაც ჰქონდა სუსტი ქვეყანა ვართ, გამომდინარე ჩვენი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებიდან, მაგრამ ამაყიდა თვითმყოფადი ვართ და სუვერენული ქვეყანა ვართ და უდიდესი ისტორიული, ასე ვთქვათ, ფასეულობებით, გამოცდილებით და ასე ვთქვათ, 1000 წლეულებით და აქ ახლა ამ ფრთხილ და მოზომილ პოლიტიკაში გვესმის აქა-იქ წკავწკავი ჩვენი რადიკალური ოპონენტებისა, რომ რაღაც დაძაბონ, რაღაც ვიღაცას მიეკედლონ, ვიღაცას მიეტმასნონ, აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის, იმიტომ რომ ყველა ხედავს ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტიზაციის პირობებში თუ რა ხდება, ვინ რას ამბობს, ვინ ვიზე რაღაცას ლაპარაკობს, რა ის მეგობრობა, რა ის პარტნიორობა, ყველაფერი არის დამსხურეული და მართლა შენ თქმის არ იყოს ეს ფიგურები კი არა, ნამსხორეები, რაღაცა მეტეორები დაფრინავენ წინ და უკან, ხო? რა მოხდება, როგორ მოხდება, ისიც არ ვიცით
დაწყნარდა კი ამერიკის ასე თქვათ ამბიციები ირანთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ დაწყნარდა. ნუ დაიწია ტემპერატურამ, ხო, დაბომბვას აპირებდა, მაგრამ ნუ შეცვალა ეს დაბომბვის გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ითქვა, არ ვიცით ზუსტად, სიკვდილით დასჯა არ განახორციელეს ირანში. როგორც გამოცხადდა, ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი. ამიტომ ამ შემთხვევაში ის რასაც აკეთებდა ოფიციალური თბილისი და აკეთებს არა მხოლოდ ასე თქვა დასავლეთისკენ, არამედ სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ ასე თქვა პარტნიორული ხიდების გადება ეს გაგრძელდება, მაგრამ აქვე დგება ის აუცილებლობა, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას უნდა დაელაპარაკო, ხო ესენი ხო 4 წლიანი ასე თქვა ეგრეთ წოდებული იზოლაციის შემდეგ ეს ევრო ფლიდები ხო და ამბობენ ახლა რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და ჩვენ უნდა განვაახლოთ და ასე შემდეგ. ამ დროს შაბნელი ფინანსურ-ეკონომიკური კავშირები ქონდათ. ეს დროც დადგება, სამწუხაროდ ეს დრო ჯერჯერობით არ არის თუ საბედნიეროდ, არ ვიცით. უკრაინის თემაზეა დამოკიდებული, სადაც კიდე სხვა უბედურება იმ ხალხს დაემართება, თავისას მაინც მიიტაცებს პუტინი იქ და ეს დღეს ვიტკოფისა და კუშნერის საუბარი, რომლებიც უკვე დაანონსეს, რომ ბოლო ფაზაში ახლა რამდენ ბოლო ფაზაში უნდა იყოს ეს მოლაპარაკება კრემლთან. არ ვიცით, აქედან გამომდინარე, რას ვამბობ, რომ რუსეთთან დიალოგი ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება. ვერსად ვერ წავალთ, ჩვენ არა ვართ მაგალითად იქ შვეიცარიის მეზობელი ქვეყანა, ხო? თუმცა გაუგებარია, რაზე შეიძლება ველაპარაკოთ ერთის მხრივ, გასაგებია რომ პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობა დაწეულია, თუმცა ტექნიკურ დონეზე ჩვეულებრივ ეკონომიკურ ჰუმანიტარულ ამერიკა გარდა რუსეთის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენ ვხედავთ აი რაღაც ამ ტექნიკური თანამშრომლობის გამოვლინებებს, ეს გაცხადებული მიზანი ევროინტეგრაციის რჩება, უბრალოდ ევროპა გადის ძალიან რთულ ტრანსფორმაციის პერიოდს და ალბათ ის შიდა პრინციპული არჩევნები, რომელიც რამდენიმე საკვანძო ქვეყანას აქვს, აი ამ ვექტორს უფრო მეტად გამოკვეთს. მეორეს მხრივ რუსეთთან რაღაცის გადატვირთვასაც ჭირდება გარკვეული წინაპირობები, ნახოთ ეს როგორ შეიძლება დღეს ამაზე არავინ ლაპარაკობს. 22 იანვარია დღეს და როგორც ნახე კიდევ მორიგჯერზე ტრამპის სიძე და მისი ბიზნეს მეგობარი, ანუ სპეციალური წარგზავნილები ეს სტივ იოტკოფიც ჩავლენ ისევ მორიგჯერზე ამ მოსკოვში და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში ეს მოვლენები რაც საერთაშორისო არენაზე ხდება, ვითარდება როგორც ჭადრაკის პარტია, ხო? იქ კეთდება რამდენიმე თითქოს დამოუკიდებელი სულები, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ვიღაცის გამარჯვებაში ან რაღაც რეზულტატში უნდა გადაითარგმნოს. რა თქმა უნდა, ეს რაღაც რებრენდინგი უნდა მოხდეს. ხო, რაღაც ახალი მსოფლიო წესრიგი სახეცვლილება, ხო. ჩამოყალიბდეს ვის რა გავლენის სფეროში. ხა შენ თქვი, რომ აი ამერიკა თუ გრენლანდია გადაყლაპა მწვანე შუქია სხვისთვის პირიქით, ანუ ეს წესები უკვე ღიად დიდი ხნის ლაპარაკის შემდეგ შეცვალა რუსეთმა, რომელსაც პირდაპირ დაარღვია ეს წესრიგი და დაიწყო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან საბაბით, ამის გამოცხადების საბაბით დაიწყო ცვლილება. ეს ცვლილება რო დაიწყო 4 წლის განმავლობაში იყო მაინც ის ძველი ვიტრინა. ჩვენ ამას გავაჩერებთ, ეს არის აგრესორი, მას გავასამართლებთ ჰააგაში, იზოლაცია, სანქციები, რაღაცა ემბარგო, ბლოკადა, ეს ყველაფერი. და როგორც ამერიკის მიერ დაწყება აი ამ ექსპანსიონიზმის, ეს არის, მდუმარედ გამოცხადება, რომ თავის ძალისხმევაში რუსეთმა გაიმარჯვა, შეიძლება ეს პიროსის გამარჯვება, შეიძლება ძვირად უჯდება, მაგრამ ამის მიუხედავად მან გაიმარჯვა. ამ გაგებით პირიქით ის აყვა კიდევაც მას სხვა ქვეყნები, ხო? და ეს ნიშნავს, რომ როგორი იქნება მომავლის სოფლიო წესრიგი, ეს გამოჩნდება. ვიდრე რომ დემოკრატიულ სამყაროში ეს საარჩევნო კალენდარი ვერ იცვლება. ის თავისი კამერტონს აძლევს. ავტორიტარულ ნაწილში სხვანაირი რეჟიმი არის, რა ქვია. წინაპირობები. აი ამ მოცემულობაში სწორედ იკვეთება ეს ახალი საერთაშორისო წესრიგი, სადაც ძალიან დასუსტებული ჩანს ისმის მოწოდების ხმები შიგნით, მაგრამ აი თვალშისაცემია ეს უცებ ჩინეთისკენ გადადგმული რაღაცა ქებადი, ანუ შე რეალურად განიხილა, რომ უცებ შეიძლება ერთ დღეში ტრამპზე გაბრაზებულმა ევროპამ რაღაცნაირად დაიწყოს იზოლაცია, ისმის მოწოდებები, რომ მოდი ამერიკული ბაზები დავხუროთ
გეგონება მათ ხელში იყო. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეალობა. ისინი უბრალოდ არ აღიარებდნენ, რომ ეს ყველაფერი კოლონიური დამოკიდებულების გამოსახულება იყო და არა პარტნიორული. ეხლა ხვდებიან, რომ ეს არ არის, მაგრამ სამხედრო ძალა დახურე ეს იმის ფონზე, როდესაც ის ახლების გახსნას აპირებს, ეს რამდენად რეალისტურია, რამდენად წარმოგიდგენია, რომ ევროპა უცებ შეიძლება აი სუვერენულად გადაწყვეტოს, რომ მოდი მოვიხსნათ დამოკიდებულება ამერიკაზე, ჩვენ თავი ჩვენად ვეყუდრონდეს, ან ეხლა დავიწყოთ ჩინეთთან ურთიერთობა. არა, ვერ გამოვა, იმიტომ რომ ერთიანი არ არიან ამ თვითონ ამ ევროპელი ლიდერები, წევრი ქვეყნების ქვედინებები ეგ კარგად ცნობილია და მეორე ამის რესურსი არ აქვთ ჯერ ეს ერთი ეკონომიკურ სამხედრო ტექნოლოგიური და მეორე და მესამე და შეიძლება კიდევ უფრო მთავარი ხა ინგლისურში როგორც არის guts ამის შნო არ აქვთ არ არიან ის იმ წონადი ლიდერები ხა კაია კალასი და კუბილიუსი თავდაცვის კომისარი და ურსულა ფონ დერ ლაიენი არ არიან ის ფიგურები რომლებიც ნუ ახლა არ ვიცი კრახელობათ არ ჩამეთვალოს პოლიტიკაში ხა ტეჩერს შევადაროთ ან სხვა ასეთ გერმანელ ლიდერებს ხო გასულ საუკუნეში. ამიტომ ეს მუხარები ან რას ეძახიან ახლა თანამედროვე ევროპელ ლიდერებს ეძახიან statement politicians, ანუ განცხადებების პოლიტიკოსებს, ანუ მხოლოდ განცხადებები, bla bla bla, ჰაერის რხევა, შეშფოთება, აღშფოთება, ბოლოს ყველაფერი დადის აი ამ ტრამპის იმ ჯოხზე, რასაც ქვია ტარიფები, ხო? 10%-იანი არ იქნება ახლა გრენლანდიაზე დროებით წინასწარი შეთანხმების გამო შეცაბამისად 125%-იანი და ისიც ხო გვახსოვს ახლა რომ დაიმუქრა სანამ გაფრინდებოდა დავოსში რომ ნუ ახლა თუ იმ შვიდობის საბჭოში მაკრონი არ შემოვაო 200%-იანიო მაგათ ალკოჰოლზეო, ფრანგულზეო, ხო? აქ ძალიან არეულათაა და ახლა უყურეთ კიდე რა მოხდა ეს მერკოსურის შეთანხმების იმედად ხო იყო ევროკავშირი რომ ახალი ბაზარი მეხსნება ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში 4 ქვეყანაში და ნუ ახლა პროტესტები ისა და რა მოხდა ევროპარლამენტში დაიბლოკა ზუსტად 10 ხმით იმარჯვეს ურსულას მოწინააღმდეგეებმა 334 ხმით და დაიბლოკა როგორ რომ მოდი ევროპის სასამართლომ ანუ იქაურმა შიდა ეგრეთ წოდებულმა არბიტრაჟმა უფრო სწორედ საკონსტიტუციომ ეს შეთანხმება განიხილოს და ხა საკონსტიტუციო სასამართლოში რაღაცის განხილვა ეს არ ხდება ერთ კვირაში და ორ კვირაში ამას დრო დაჭირდება შესაბამისად ევროკავშირს რო ქონდა იმედი რომ არ იქა 25 წელი ლაპარაკობდით ამაზე და გავიტანთ ჩვენ პროდუქციას ლათინურ ამერიკაში ესეც ჩაფლავდა რომელსაც ძალიან ეწინააღმდეგებიან შიგნით ფერმერების კი იმიტომ რომ მე თუ რეგულაციები მაგდა ამაზეო ფულს ხარჯავ ნებისმიერი ირლანდიელი თუ ფრანგი ამბობს ხო პოლონელი მე თუ რეგულაციებზე ფულს მახარჯინებ და ისა და ამის სერტიფიკატი ამისაც რა ამის რაღაც სტანდარტი ის არგენტინული ხორცი ისე შემოა როგორც არაფერი სიტყვაზე ვალ არგენტინული ბევრი რაღაცებით შევა იმათ პირიქით უხარიათ რა თქმა უნდა მათი იაფი პროდუქცია და ხა ქართულ მომხმარებელმა კარგად ვიცით რა ხარისხისაა ის ბრაზილიური და არგენტინული გაყიდული ხორცი რომელიც უხვადა აქაც სამწუხაროდ მაგრამ აქ კიდე სხვა რაღაცაც იყო ტრამპმაც ახსენა და მანამდე მისმა გუნდის წევრებმა რომ ამ ახლა ნულოვან ემისიაზე გამონაბულქვზე რომ ლაპარაკობთ 20-30-ეო ხო 30-იო ანუ ყველაფერი გადავიდეს ეგრეთ წოდებულ მწვანე ენერგიაზე ამ ბატარეებს, ელემენტებს თქვენ აწარმოებთ ევროპა, ვერ აწარმოებთ. ვინ აწარმოებს ამ ქარის ტურბინებს და იმას? ანუ ჩინეთზე ხართო დამოკიდებული, იგივე იმ ლუტნიკმაც ახსენა, ხო, რომ ჩინეთზე ხართ თქვენ დამოკიდებული ეკონომიკურად და ეს არის თქვენი სუვერენიტეტიო? ეს არის თქვენი ოფშორობა და ფარშორობა და რაღაცეები? არ არისო, ამიტომ ისეთ სტრატეგიულ პარტნიორზე იყავით დამოკიდებულიო, რომელიც არ გიღალატებდო. ჩინეთიო ამაზე ფულს შოულობს თვითონ ტრამპმა თქვა და კარგია თვითონ არაფერში არ ჭირდებათო ჩინეთიო არისო ტრადიციულ ენერგო რესურსებზე უბრალოდ აწარმოებს აი ამ ალტერნატიული ენერგიისთვის საჭირო დანადგარებს და მასალებს და ყიდის სოფლიოში ყიდის ისა და ელექტრომანქანები ელექტროისენი და საჩინური ჩაინა და რატო არის ეს ყველაფერი ეს ბრძოლა იშვიათი მინერალებისთვის ეს ყველაფერი არის საჭირო
აი ამ ახალი ტექნოლოგიებისთვის მარტო მობილური და ის კი არ არის, რა ქვია, დრონები და მანქანები და ასე შემდეგ, თანამგზავრები, კოსმოსები. ამიტომ არის ტრამპი ამაზე არის ახლა, იმიტომ ჭირდება ეს გრენლანდია და გაგიჟებული ამაზე და ის გრენლანდიის ახლა პროექტზე გამოვიდა რამდენიმე დეტალი უკვე ბრიტანულ მედიაში იყო, რომ ეს იქნება დაახლოებით იგივე, რომელიც აქამდე არავის არ ახსოვდა. კვიპროსსა და ბრიტანეთს შორის არსებული შეთანხმება, როდესაც კვიპროსზე ორი ბაზა აქვს სამხედრო საჰაერო ძალების ბრიტანეთს და მისი ტერიტორიად ითვლება. ასევე ტრამპის ტერიტორიად იქნება გარკვეული ადგილები, სადაც გინდ რაკეტა დადგას, გინდ ჭაბურღილი დადგას, გინდ არანაირი ნებართვა არც კოპენჰაგენიდან, არც მით უმეტეს გრენლანდიის ხელისუფლებიდან არ დასჭირდება. ის ძალიან საინტერესოა ხოლმე. რაღაც სკანდალური ვითარება რო შეიქმნება და რაღაც ახალი ფორმა რო ამოსაძებნი, რომელსაც მიუჩვეველია ყოველ შემთხვევაში იმ მეხსიერების მქონე საზოგადოება, სადაც ახსოვთ რომ სამყარო ყოველთვის ეგეთი იყო, მაგდონიათ, ანუ ყველა ერთმანეთს პატივს სცემს, ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ერთად არის, ხო, რაღაც ევროპარლამენტის цаრიელი დარბაზივით. და უცებ როცა საჭირო გახდება, ყისიერად გამოიძებნება ხოლმე არა ძველი, არამედ ამავე დროს მოქმედი ფორმატებიც. როგორც მაგალითად უნემიც იზო საფრანგეთის პირდაპირი ტერიტორია მაგალითად სამხრეთ ამერიკაშია. ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომამდე იყო ალჟირი და მთელი ეს ტერიტორია პირდაპირ რამდენი ისაა საფრანგეთის, ანუ ეს კოლონია კი არ იყო, პირდაპირ შეერთებული იყო საფრანგეთის დიდ ტერიტორიაზე და გიბრალტარში ესე გასასვლელები ბრიტანეთის ხელში და უამრავი რუკასო კარგად დააკვირდეს, ბევრ ამის ნახოს ადამიანი. გვანტანამოს ბაზა არის კუბის კუნძულზე. და პირდაპირ ფლობს იმას ამერიკა და ვერაფერს ამას კუბა ვერ იზამს. და უცებ ყველაზე ისეთი მკაფიოდ ეს პრეცედენტები გაიხსენა ბატონმა ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ჩამოთვალა, რომ კაცო თქვენ არ იყავით ზუსტად იგივე დანია, რომელმაც ვირჯინიის ნახევარკუნძულები მიყიდეთ ამერიკას. ფასი გაიხსენა, ეს ფასი გადმოიტანა თანამედროვე რაოდენობაში, დათვალა ინფლაცია, შეუწონა ოქროს ფასი, რომ მარტო ინფლაცია რო არ კვარა, გამოიყვანა რაღაცა რაოდენობა და პრაქტიკულად აწია 1 მილიარდ დოლარამდე, თქვა რომ რა 1 მილიარდს კი გადაიღეს, 1 მილიარდს აგერ მე ვიხდი ჩემი აქტივებიდან იმ რაღაც ღაზას საბჭოშიო. ხო, აი ეს ცინიზმით არის ყველაფერი ახსოვს და როცა ჭირდებათ ხოლმე ფორმის გამო და ხო უცებ მოუწევთ ხოლმე თითქოს აი სტივს რო გახსნი და რაღაც მაგალითს რო ამოიყვა რომ უი ეს ხო ეს მქონია ხო ანუ იმიტომ რომ ეს საინტერესო მაგალითია როგორ მუშაობს სოფლიო მედია რაც არ ჭირდებათ აი როგორ შეიძლება კაცო ნატოს ორმა სახელმწიფო მიჩხუბოს გეგონებათ თურქეთი და კვიპროსი არ იყოს ნატოს სახელმწიფო გეგონება კვიპროსი თავის ნახევარი კუნძული რო დაკარგული აქვს აღიარებს ამას და ამას ეგუება მაგრამ ესეთ პრეცედენტებს არავინ არ იხსენებს ამიტომ მართლა შეუძლებელია რომ ძალიან დიდხანს გაყვება აი ამ სიტყვების ექო რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ეს არის სწორედ ეს ვიტრინა, რომელიც ჩაიმსხვრა და რომელიც აღარ არსებობს. და კანადაში კიდე სეპარატისტული რაღაცა განწყობების სეპარატისტული და სხვათა შორის იმ დავოსის ამ ფორუმზე გამოჩნდა იქ ქუჩაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი კანადის ჭეშმარიტის სახის ჯასტინ ტრუდო, რომელიც იყო უკვე ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა იმ პერიოდში, როცა ის პრემიერ-მინისტრობდა და თავი დაგვამახსოვრა თავისი რაღაცა ინფანტილური მოქმედებებით და ეპატაჟებით ხო ნათელი გამოხატულება იყო, როცა ჩინეთის თავმჯდომარე უსაყვედურა მას რაღაცა უთხრა და იმან წავიდა გაზეთში მოყვა პირდაპირ ჩაუშვა. ხო და ანუ ეს არის მოცემულობა, ანუ ნელ-ნელა სოფლიოში ხდება აი ამ რეალ პოლიტიკის დაბრუნება, აღორძინება, რომ სინამდვილეში ურთიერთობები არის სხვანაირი. და სიამდვილეშიც კი ეს ურთიერთობები, ანუ თქვენ რო გეგონათ, რომ თურმე კარგ ქვეყანაში ცხოვრობთ, ამის მიღმა იყო სხვა ძალთა ბალანსი. რომ ის ბაზები და ხოლმე ამასაც იტყვიან, რომ ის ბაზები, რომელიც ევროპაში, ანუ უბრალოდ აი რუკა რო ვიღაცა მოიძიოს ინტერნეტში, ანუ ამერიკული ბაზები. ევროპაში, იაპონიაში უკვე ერთმა დეპუტატმა თქვენ ჩვენ რა სუვერენული ქვეყანა ვართო? ჩვენ როდესმე შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ ესენი წავიდნენ, ანუ ეს ხო უბრალოდ ესე გაღიმებულად თითქოს პარტნიორები არიან და სიამდვილეში ეს ბაზები ერთჩვენერ დღეს ყველა მიხვდება რომ ეს კონტროლისთვის არის პრაქტიკულად ეს ოკუპაციისთვის არის უბრალოდ ისინი ისე თანამშრომლობენ ცივილიზებულად
რომ თითქოს არაფერი. და საბჭოთა კავშირში ცხოვრობდით, ეხლა ვინც მოესწრო, ეხლა დღეს ახალგაზრდებს ეს სხვანაირი საბჭოთა კავშირი იციან თხრობით და ძირითადად გარკვეული ვერსიის, მაგრამ ვინც იმ პერიოდში ვიცხოვრეთ, ეს საბჭოთა კავშირში არ იყო ეს საგზნობია, ტანკი არ დადიოდა ქუჩაში და ასე შემდეგ. ეს სხვანაირი ძალის პროექცირება იყო და თუ საბჭოთა კავშირის მასშტაბით დავითვლით საქართველოს კეთილდღეობას, საერთოდ სხვა ტიპის რიცხვს მივიღებდით, ხო? ამიტომ ესეთივე ცივილური ურთიერთობა არის იქ, მაგრამ ძალა, რომელიც იქ დგას და რომელიც ამ ძალას ასყივებს, იმას მოყვება თავისი გავლენაც და უკვე პოპულარული გახდა ალ კაპონეს ცნობილი გამოთქვა, რომ კეთილ სიტყვით ბევრს მიაღწევ, მაგრამ კიდევ უფრო მეც მიაღწევ კეთილის სიტყვით და თოფით. აი ეს თოფი დღეს არის დამიზნებული, ყველას აქვს კითხვა, გაისვრის თუ არა ეს თოფი, იმიტომ რომ ტრამპს ბოლოს ამას ეკითხებიან, რომ აი გავიგე გინდა, მაგრამ არ გაძლევენ და აი რას იზამ. გადასხამ ჯარს იობებ თუ რა ესო და ის ცდილობს აქ სადღაც რაღაცნაირად გამოძძორეს, მაგრამ ის არიხევს უკან, რამაც შეიძლება გააფორმოს, მაგრამ აქ საინტერესოა კიდე ერთი ამბავი, რომ ფოკუსი თანდათან ინაცვლებს, ანუ გასაყოფი რა არის არქტიკა. ანუ იმ არქტიკასთან შეხება იმდენად აქვს ამერიკას, რამდენადაც ალიასკას რახან ფლობს ის შედის ამ არქტიკულ წრეში, პოლარული წრის შიგნით ექცევა და შესაბამისად გარკვეული ტერიტორიული წყლებიც აქვს, მაგრამ დანარჩენი მხრიდან ეს არის კანადა, სწორედ გრენლანდია, რუსეთი და სხვა ნორდიკული ქვეყნები. ამას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, იმიტომ რომ თუ კი ეს ყინული საკმარისად დადნა, ეს არის უმოკლესი გზა, ხო? ჩინეთისთვისაც, რუსეთისთვისაც დაუკავშირებიან ბაზრები ერთმანეთს და საერთოდ ეს გეოპოლიტიკა მთლიანად შეიცვლება, იმიტომ რომ ეს საზღვაო მარშრუტები შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ ხალხი ფიქრობს მომავალზე და მომავლის გარკვეულ სურათხატებას ხედავენ. ჩვენ რადგან დავგვჭირდა რომ დაუბრუნდეთ ადგილობრივ პოლიტიკაში, ჩვენთან თუ დარჩნენ ძალები, რომლებიც შეიძლება აი ესე დაიწყონ ხელისუფლების გარდა ცხადია სტრატეგიულად აზროვნება. დაფიქრდნენ მომავალზე, რა ტენდენციებია, ქვეყნის შიგნით რა მიიღეს, ანუ როცა აჯანყდნენ, ეს აჯანყება დამარცხდა, დამარცხებულ აჯანყებას ყოველთვის მოსდევს ერთგვარი რეპრესიები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნახულობთ იმ კანონმდებლობის სახით, რომ ვიღაც ავანტურისტებს არ ქონდეთ საშუალება, რომ ქვეყანაში გარკვეული ტექნოლოგია გამოიწვიო, ხო? ამიტომაც შეხედოთ სტრატეგიულად, რომ თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ, ვინ შეიძლება იყოს ის ძალა, რომელიც არა იმ გუშინდელი უკვე აღარ არსებული დღის წესრიგით, არამედ რაღაც ახალ დღის წესრიგს შეადგენს და შესთავაზებს ქართულ საზოგადოებას და ეტყვის, რომ მოდი რა ესე დავაბალანსოთ ხელისუფლება. სულ მინდა ვიყო და ეს არაერთხელ მithქვავს წლებია ეგრეთ წოდებული ეშმაკის ადვოკატი, ანუ ვიყო ოპოზიციურად განწყობილი და ჩემი ასე თქვათ არჩევანი გავაკეთო რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე ან პოლიტიკოსზე და აი ამაზე მქონდეს იმედები და მე მარტო კი არა ვარ და რაღაც 100,000-ობით ადამიანია სად ვის რომელს საერთოდ აი სახე კი არა პიროვნული ზნეობრივი ყველაფერი დაკარგული აქვს თამათ აი შეუძლებელია რომ ილაპარაკო ასე თქვათ იმ ადამიანთან რომელსაც სულ სხვა დღის წესრიგი აქვს ქართულ ოცნებას კი არ ეწინააღმდეგება, საზოგადოებას ეწინააღმდეგება, საკუთარი კომპლექსები აქვს, ბოხმები აქვს, რევანშისტული განწყობები აქვს და აქვს ეგრეთ წოდებული wishful thinking, ხო, ესეთი რაღაცა რაც ფიქრობს, გონია რომ ის რეალობაში აღმოჩნდება, ლაპარაკობენ სისულელებს, ნუ ახლა მით უმეტეს ახლა საშინაო პოლიტიკაში ვიცით ვინ რას წარმოადგენს რა სიბრიყვეებს ატირაჟირებენ, მაგრამ აი საერთაშორისო პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობენ, გეოგრაფიაც რო არიციან, რაღაცა სამხედრო ექსპერტობაზე რო აქვთ პრეტენზიები და ისეთ სისულელებს ასე თქვათ დააბრეხვებენ ბოდიში ჟარგონისთვის, გინდა ორეშნიკზე და გინდა რაღაცაზე, ნუ შეუძლებელია რომ აი გაიხედო და უბრალოდ აი რაღაცა ისეთი მიმზიდველიც სიტყვაზე მაღაზია დაინახო, რომ აი შევიდე და იქნებ რაღაცა საინტერესო იყოს. არ არის და ვერც იქნება ამ ეტაპზე, როდესაც დომინირებენ ოპოზიციურ ველზე ის პარაზიტი და უსამშრალო პარტიები, რომლებსაც ადრე თუ გვიან უდიდესი ალბათობით ემუქრებათ აკრძალვა, როცა ემუქრება, როგორ გადაჯგუფდებიან, გადმოჯგუფდებიან, ცალკეული პიროვნებები ხო არ აიგზალებიან, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რაღაცა ნაწილი უკვე იქ ხდება, რომ შეუძლებელია ამ
დაშრობად ჭაობში ეგრეთ წოდებული ტივ-ტივი თუ ჭყუმპალაობა იქიდან გამომდინარე რომ ვერაფერს ვერ აღწევენ საერთოდ ოპოზიციური მუხტი თავადვე გაანადგურეს აი ამ ესე თქვათ ძონძაობით რუსთაველის გამზირზე და ქალაქის ცენტრში და რაღაცა ცეცხლი ოლიგარქიას და ბოლომდე სისულელები ანუ ვიღაცისგან ხო შეიძლება საღი აზრი მოისმინო რაღაცა აი შევთავაზებ ერთ კონკრეტულ იდეას რაღაცა ისეთი კლუბი შექმენით სადაც იდეებს პოლიტიკებზე იქნება მსჯელობა, ხო? არა იმაზე რომ თქვათ, აი ქართული ოცნება რუსულია, პუტინის უკანა ეზო, რაღაცა შეთავაზეთ ხალხს, ხო, საზოგადოება შეთავაზეთ. რატო უნდა იდგე იმის საწინააღმდეგოდ, რაც ხალხის ინტერესებშია? გამოაცხადეს ფასებზე, ასე თქვათ, რეგულაციების თუ დაწევის პოლიტიკაზე კომპლექსური ღონისძიებები დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ნუ ეგეთი რაღაც, ნუ აი შეუძლებელია, რომ სადმე წარმოიდგინო, რომ ოპოზიციონერი ეწინააღმდეგებოდეს მისივე ამომრჩევლის ინტერესებს და ქართულ ოპოზიციაში რა პრობლემა არის? ახალ თავებზე, ახალ ასე თქვათ კლასტერებზე კი არ ნადირობენ ელექტორატში, არამედ პირიქით კარგავენ იმის მაგივრად რომ მათ მოიზიდონ და გადმოიბირონ, ხო, ასე თქვათ, არსებობს ასეთი, ესე თქვათ, ფრაზებიც, ხო, პოლიტექნოლოგიაში, იმის მაგივრად რომ გადმოიბირონ ქართული ოცნების ან მერყევი ამომრჩეველი პირიქით კარგავენ საკუთარი სისულელეებით, საკუთარი, ასე თქვათ, ანჩხლობით, ბოროტმოქმედებების, ასე თქვათ, ტირაჟირებით, ცილისწამებით და ასე შემდეგ, ასე ვერ მიაღწევა. გურა მიჭირს მე ახლა რომ თქვა რომ რა ეშველებათ ამ ოპოზიციას, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ არიან ის ჯერ კიდევ ჭtildeში მყოფი სადღაც პოდკასტებში თუ სადღაც ცალკეულ ინტერვიუებში გამოჩენილი ადამიანები, გონიერნი, ახალგაზრდები, ძველგაზრდები, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციაში იტყვიან, ხო, ოპოზიცია, ღირსეული ოპოზიციონერი სჭირდება ნებისმიერ მმართველ პარტიას და ჩხავანა, თავცარიელი და გაგანადგურებ და რუსო და ისა, იმას რა უნდა ელაპარაკო, ხო? შეუძლებელია იმასთან ნებისმიერი კომუნიკაცია. ხო, ეხლა როცა ჩვენ ეს ეთერი დავიწყეთ, აი ზუსტად 2 საათზე გამოქვეყნდა და ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელზე პოსტი, გრძელი პოსტი იმის შესახებ, რომ საჭიროა დაბრუნდეს დებატი საჯარო სივრცეში, საჭიროა დისკუსია, საჭიროა დემოკრატიის ეს ფუნდამენტი უკან დაბრუნდეს, პოლარიზებული გარემო გამთლიანდეს და რაღაცნაირად ის თავის დროზე მთელმა რიგმა ადამიანებისა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნიკა გვარამე, რომელსაც ეს ტოქსიკურობა შემოიტანა, ეს დაპირისპირება, ეს პოლარიზაცია იმ გაგებით, რომ შეუძლებელი გახდა ერთ სივრცეში ურთიერთობა, ეს ჩაბარდეს წარსულსა ჩვენ ვიპოვოთ ის საერთო საფუძველი, სადაც შევძლებთ მართლა რაღაც შედეგზე ორიენტირებულზე ლაპარაკს. თუმცა ამის მიუხედავად ეს დამოკიდებული არის, ანუ მხარეების კეთილნებაზე. ერთის მხრივ ხელისუფლებაზე, რომელიც შეიძლება რომ შევიდეს ესე დებატში და მეორეს მხრივ ადამიანზე, რომელიც მიზანიც არის არა რაღაცა უბრალოდ პოლიტიკური შოუს და ყვირილის მოწყობა ან რაღაცა საკუთარი იაფასეა, ხო, რაღაც დამარცხებული დღის წესრიგის კვლავინდებულად პროექცირება, არამედ საჭიროა რომ უბრალოდ რაღაცნაირად რეალობაში მოხდეს დაბრუნება, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად სიმართლე გითხრათ, არიან ადამიანები, რომელთაც უკვე იმდენად და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ბევრი მიწევს. იმდენად განსხვავებულად ფიქრობენ, ანუ მათი გენეზისი, საიდანაც ისინი თავის ლოგიკურ კონსტრუქციას, ესე ვთქვათ, აგებენ იმდენად სტარით, ანუ ვერ ვეთანხმებით, რომ ყველაფერი შემდეგ მთელი კონსტრუქცია იმაზე დგას და იქ შეხების წერტილები პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამიტომ იმისთვის რომ გაჩნდეს დებატი, გაჩნდეს რაღაცა დისკუსია, საჭიროა ჯერ აი ასეთ ვითარებაში, როცა ძალიან ეროზირებულია ეს ველი, უნდა გამოინახოს ჯერ ეს შეხების წერტილები. ანუ აი რა დაგვრჩა საერთო. რას ფიქრობთ, რომ არის საერთო, ხო, რაღაც რომ ქართველები ვართ თუ არ ვართ, თუ ქართველები ვართ და ეს არის გამაერთიანებელი, მაშინ როგორ მომავალზე ვფიქრობთ, ხო? უნდა იყოს დისკუსიას დავუთმოთ ადგილი თუ ერთმანეთს რაღაცა ვესროლოთ. უსაფრთხოება ხო გვინდა? სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური კულტურა დემოკრატიის თვალსაზრისით ჩავიდა ისეთ ნიშნულზე, სადაც მართლა უბანალურეს ჭეშმარიტებებზე არის ხელახლა შეთანხმება გასაკეთებელი, რომ ნახოთ რა, იქებს საერთოდ აღარ დარჩა ვიღაცაებთან შეხების წერტილი. მე სხვათა შორის შემიძლია იმ უკვე წავიკითხო, ერთი ადამიანი ამას წინათ რაღაც
მანახის სტატუსი, რომელსაც ვიცნობ, ადრეც მქონდა შეხება დიდი ხანი მინახია. კაცი, რომელიც ჩვეულებრივად მუშაობდა, თანამშრომლობდა, პროექტებს აკეთებდა, უკვე წყევლაზეა გადასული. ანუ კოდსები, რაღაცა დაბრუნდა, ეკრანზე კითხულობდა, ხედავ რაღაც დახოკილ სახეს, განწირული ადამიანის კიულს და რაღაცა პროექტირებას, რაღაცა სამყაროსი, რომელსაც ჩვენ უყურებთ და ვერ ხვდები ეს ადამიანი რას აღწერს, ხვდები, ანუ საერთოდ და გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაცაზე ჩვენ არ ვთანხმდებოდეთ, ანუ იმ ადამიანს უკვე დაკარგული აქვს ელემენტარული რესურსიც კი, რომ რაღაც მშვიდობიანი გზით გამოინახოს მასთან დისკუსია, ხო, იყო შესაძლებელი. არ ვიცი, შეიძლება ეს მისი ციფრული ვერსია არის ეგეთი და რეალურ ცხოვრებაში მშვენივრად დადის ქუჩაში და ჭამს და სვამს და ეხა თავს არ იკლავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც კედლიდან ეს მოედინება, მოეღვინთება და იქ მერე მოსახტინებით შესეული ადამიანები, აი ამ წყევლაზე როგორ ეს ხალხოცობა რა საშინელებაა და კიდე აღარ აღწერ და ციტირებას არ გავაკეთებ და იმედია თუ ოდესმე მოისმენს თავის თავს ამოიცნობს ამაში, მე ვერ ხვდები აქ სად არის შეხება რაზე შეიძლება და რა ასეთებთან ვერა, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი. არიან ვიღაცები, რომლებიც ამიტომ მე მაინც მომხრე, ხო, მე მაინც მომხრე ვარ იმისი, რომ სადღაც ეს ხაზები უნდა გაევლოს და თუ დისკუსია დაიწყება, უნდა დაიწყოს აი ძალიან საბაზისო პრინციპებითა რა. ჯერ პირველ რიგში ყველა უნდა გამოვიდეს და ვიღაცამ უნდა თქვას, ანუ პირველ რიგში ნებისმიერმა საზოგადოების წევრმა უნდა გასცეს პირველ კითხვას პასუხი, რომ არსებობს ურთიერთობის ორი გზა. ანუ ცივილური დისკუსია და სიტყვით ურთიერთობა, ის ყვირილი და კაწურა ზოგიერთს რო აქვს ეს თავის ინსტრუმენტად აღებული, ეს არ არის ცივილური ურთიერთობა, რო არ ყვირის და არ გახსნის. რომელიც შოუს დგამს უბრალოდ ეთერში, იმიტომ რომ სისტემა დაანგრიოს და რაღაცებს იძახის, რომ მე ყურება გაზარდოს, ხო, იმიტომ რომ ეს ციფრული ინსტრუმენტი, ესეც იარაღია, სოციალური ქსელი და ეს არის უბრალოდ მაყურებელზე თამაში. ერთი ადამიანი, რომელსაც მართლაც ცდილობს გაიგოს იპოვოს შეხების წერტილი, ანუ მას მიაჩნია, რომ ეს არის ცივილური ურთიერთობა და გამოინახა ესეთებიც, იმიტომ რომ თვალყურს ვადევნებთ ასეთ ადამიანებსაც ხედავ, მაგრამ მეორე არის ადამიანები და ესეთებიც მინახავს, აი პირდაპირ უწერიათ სოციალურ ქსელზე, რომ სიკვდილი ვიღაცას მოკალი კოდს ესმის, რომელსაც მიაჩნია, რომ არა, აქ ლაპარაკი არაფერი არ არის, უბრალოდ საჭიროა ძალა ჩვენ უნდა შევიმოსოთ და ესენი გავანადგუროთ. პირველ ეტაპზე ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა, გავყოთ, რომ ვინ ემხრობა ამას, მშვიდობას და ვინ ეხმარება ძალადობას. ანუ ისევ არჩევანი არის ომს და მშვიდობას შორის. ადამიანების ჯგუფი, ვინც ვიცით, რომ ანუ იცი არა, ესენი თვლიან, ჩვენ ვართ რადიკალები და მხოლოდ ძალის მხრიდან უნდა ვილაპარაკოთ და ესე უნდა დავამართლოთ. გვეცოდინება, რომ ეს ხალხი არის ეს, არავინ მხოლოდ მოქმედების გარეშე, მხოლოდ თავის პოზიციისთვის მათ არ დაჯის, მაგრამ გვეცოდინება, რომ მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამიტომ თუ დებატზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ ვის ველაპარაკებთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, ოპონენტი, რომელიც აღიარებს აი ამ ჟანრს. როგორც კულტურას. როგორ ფიქრობ შენ? რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები არიან, ადლობა ღმერთს, ხა თლათ წყალწაღებულნი არ არიან, მე ვიძახი ოპოზიციას, მე არ ვიძახი ხა ნაცრადიკალები და ასე შემდეგ, ხო? შავბნელი ძალები, უსამშობლოები, მაგრამ არიან და წეღანაც ესე ვთქვათ რეპლიკასავით ვთქვი, რომ ბევრი მათგანი ჩუმად არის. არ აყვა აი ამ სიგიჟეებს და სიშლეგეებს, რაც ესმით მათ აი ამ ნაცტელევიზიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან, სადაც აი გამარჯვებად მიაჩნიათ, რომ აი რომელიღაც პოლიტიკოსმა რაღაც თქვა, შემდეგ ჩააგდებენ აი ამ პარტიულ Facebook ჯგუფში, რომ მიდით შეესიეთ, დააჰაჰავეთ, გალანძღეთ და ასე შემდეგ და იქ თუ მიაღწიეს Facebook-ურ წარმატებას, რომელიმაც დეპუტატზე მართველი პარტიიდან ან მინისტრზე ბევრი ნეგატიური კომენტარი დაიწერა, მორჩა. მათი აზრით ეს არის ცეცხლი ოლიგარქიას. ნუ აი ხო ხედავთ როგორ პრიმიტიულ დონეზე არიან, მაგრამ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ხო ხედავთ რომ არ ტრანსფორმირდება საარჩევნო ხმებში, მით უმეტეს არც ქუჩაში წანწალში, მაგრამ ეს კიდე ციფრული სივრცეა, სადაც ადამიანებს როცა ეს ინსტრუმენტი და ეს იარაღი მიეცათ, მათ უცებ თავი იგზნეს რაღაცა დაცულად. თქოს სანგარში ზიხარ, იმიტომ რომ შენ შეგიძლია შექმნა რაღაც ესეთი ჯავშანი, რაღაც ილუზია, რომ ყოველი შეიძლება ხო? რეალური ადამიანებიც ხო ეს შეურაცხყოფას რო გაყენებენ და урекав არ პასუხობს, ანუ არა რეალობაში მე თვალსაგარიდებს ხო ციფრული ჯავშანი და ეს კიდე ცალკე ჟანრი ამით არ შეიძლება გაზომო რა ვინ როგორ იქცევა არა ამ დონეზე არიან ეს პოლიტიკოსები და მათი მინდევრები რადიკალები ამან შეუწყო ხელი რომ დაუსჯელობის სინდრომი რო გაჩნდა რომ იცი რა არის მე შემიძლია ნახე მე შემიძლია ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენო რაღაცა ესეთნაირად გავაბრაზო თუ დავაბულინგო და არაფერი არ დამიშავდეს
ასეთ რადიკალებთან ვერ დაილაპარაკე. მოგეთ ამან წაახალისა ეს თემა და ციფრულმა ველმა ეს კარგად წაახალისა კიდევაც, ასახა კიდევაც, გვაჩვენა კიდევაც, სამზარეულოც გარეთ გამოიტანა, მაგრამ ამის მიღმა არსებობს რეალური სივრცე, ხო, როგორც ჩვენ ვზივართ, რაღაცა ლაპარაკობთ და მე ამ პირველ რიგში მდგენელი ეს სივრცეა, ხო, საჯარო სივრცე, მაინც ეს არის რაღაცა სტუდია. ეს არ არის რაღაცა ვიღაცებს იმას ახერხებენ, რომ არა, აი თითქოს ეს ციფრული სივრცეა, საჯარო სივრცე, მაგრამ ჯერჯერობით ეს თვერ ჩამოყალიბდა რა, ეს მექანიკა იყოს კრიპტოვალუტა როგორც არ არის, თავარი გადახდელი საშუალება იგივეა აქაც. ხო, ეს არის რეალური ცოცხალი ურთიერთობა დისკუსიაზე დაფუძნებული, რომელსაც ადამიანი ესე უწყვეტ რეჟიმში ხედავს და შეუძლია დაინახოს არგუმენტის. გამოჩნდებიან, ძალიან დროული ინიციატივა არის. გამოჩნდებიან, ეხლა შეიძლება ერთმანეთში, რა თქმა უნდა, ტრადიციული შეხლა-შემოხლა ექნებათ ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ რაღაც ნაწილი გამოჩნდება, რომელიც დათანხმდება. რაღაც ნაწილი შეიძლება საწყის ეტაპზე მოვიდეს ვითომ კეთილშობილის სახით და ამ დროს ისევ ეს დებოში და ეპატაჟი ატეხოს, რომ შერუსო და გადადექი და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რამდენიმე რაუნდის შემდეგ შედგება ასეთი დებატები და მე ამის იმედი მაქვს. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ საინტერესო დისკუსიისთვის, შენი მოსაზრებების გაზიარებისთვის, მნიშვნელოვან პერიოდში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით მომდევნო კვირაში.